კაი ამბავი გვაქვს, ჩვენ და ზუმერი, ნინცას არხი და ზუმერი ათამაშებს ახალ iPhone Pro Max ნარინჯის ფერს. მეც ვიღებ მონაწილეობას მართლა, ხო შემიძლია? კი, იდეაში შეგვიძლია რატომაც არა. რა კითხვებს ვო, მე Soscos account-ი თუ არ? ანუ ყველა მობილის დიდ. ეს არის ერთადერთი წესი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, გამოიწერეთ ჩვენი და ზუმერის YouTube არხი, ასევე ზუმერის Instagram გვერდი. და დატოვეთ ჩვენს ვიდეოზე, აი ახლა რო გიყურეთ, ამ ვიდეოზე დატოვეთ კომენტარი. კაი კომენტარები დაგვითხოვეთ. iPhone 17 Pro Max, ნარინჯისფერი, 256 გიგაბაიტი და კონტენტ კრეატორის ნამდვილი ახდენილი ნატრა. გამოუშვი მანახე მინდა. პირადად ჩემიც. ჩემი. და. თან რაღაცა ნარინჯისფერი დაამატა, ხო iPhone-მა? თან მომწონს. და. ვაუ, აბა აუ პირველი ეგრევე კამერაში რო შევიდა. კამერაზე რა ხდება? მაგარი კამერა ხდება. პირველი კამერაში შევიდა ხალხო. ფოტო დაგხვდებათ. დავიწყოთ პირველი tech review გავაკეთოთ, იმიტომ რომ რეალურად ჩვენი მიზანი არის ვინც მოიგებს, მაგრამ ვინც ფიქრობს იყიდოს თუ არ იყიდოს და ადარებს iPhone 17 Pro Max. მიღადავები რა მაგარია. წისწრებით ნუ ყავ შეხედეთ არა ზუმია. ძალიან მაგარია. მართლა მაგარი, მეც მინდა ეს. A19 ჩიპი, რომელიც არის უსწრაფესი. ყველა კონტენტ კრეატორი, რომელიც დიდი მასალა გაქვთ, ხო, ამ ტელეფონებს უკვე საშუალება აქვთ, რომ არა მარტო 1 ტერაბაიტი აქვს მეხსიერება, არამედ 2 ტერაბაიტიც აქვს და შესაბამისად ძალიან დიდი ფაილები შეგიძლიათ შეიტანოთ ტელეფონში. მოკლედ ამოუსწურეთ A19 ჩიპი, გაძლევთ საშუალებას როგორც რთული ფაილები დაამუშავოთ, ასევე გეიმინგისთვის იდეალური არის და ედიტორებისავით, ჩვენსავით, ვინც მაგალითად ამონტაჟებს ტელეფონში ფანტასტიკა. და ყველაზე მეტად რაც ზოგადად გვაწუხებს ხოლმე არის ის, რომ ან როცა ვთამაშობთ, ან ვამონტაჟებთ, ძალიან ხურდება ტელეფონი და ხო, ეს არ ხურდება. ისეთი გაგრილების სისტემა აქვს ჩაშენებული, რომ ძალიან დაბალი პროცენტია იმის შანსი, რომ გადახურდეს. ცოტათი აი ძალიან პატარა შანსი და ალუმინის დამცავი აქვს და აღარ ხურდება ისე. ოკეი, მეორე თვისება, რომელიც მე ძალიან მომწონს, მე ეხა მაქვს iPhone 14. ჩემი ტელეფონი ხო გახსოვთ, ზღვას რო შეეწირა, 14 თუ არ წარმოდგენილი. ამათ 216 აქვს. ანუ რეალურად ეხა ამ განათებაში დღის 5 საათია მძიურში ვიმყოფებით. იმისთვის რომ მე რამე დავინახო, აი ეს გახსოვთ ეკრანები. სინათლეს აკლებდა სულ ტელეფონი და ეს იყო, ნუ აი ზღვაზე რომ მიდიოდი ამ თაში, აი დედას ვფიქრობ რამე რო დაგენახა, ვინ რა მოგწერა, იყო ტანჯვა. ეს პრობლემაც გადაწყვეტილია რა. ეკრანი არის იმდენად ნათელი, უბრალოდ ერთი წამი ხალხს ვანახო, გაერთო დედას ფიცავა. სხვაობა ნახეთ. Selfie კამერა როგორი გაუმჯობესებული არის, იცი რომ არა მარტო რომ 18 მეგაპიქსელი არის და 18 მეგაპიქსელი არის კარგი digital კამერის გამოსახულება. სამივე კამერა არის, ორ წინა კამერა არის 48 მეგაპიქსელიანი, რაც ჩათვალეთ არის, არ ვიცი, Fuji-ს X-T-ი რომ აქვს 5. აი მაგას აქვს ეგ დეტალიზაცია, ნუ კადრი იქნება უსუფთავდა პროფესიონალური. გააკეთეს კონტენტ კრეატორებისთვის ესე გამოდის რა. ანუ კონტენტ კრეატორი. ანუ ისეთი ძირავენ ფოტოაპარატებს. შეხედეთ, მე ხო ვარ? ეხ შემოყავი თავი. დაგინახო რომ შეხარ და გაიზარდა კადრი, მიხვდი? თუ ადრე გიწევდა რომ უნდა შემოატრიალო და კლაპდა. ეხა პირდაპირ კლაპ. ჰორიზონტალური კადრი, მაგარი მივიწყებული იყო და არავის არ უნდოდა. ეხა პირიქით. ეხა რაღაცის საშინელება რო დაიწყეს ის საწურილი. ვერ მივხვდი მაგას. ანუ შეხედე რა მაგარი არის. ძალიან კარგი. ეს კამერა გადაღებაზე მაგრა გამოგვაქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ რეალურად ახალი iPhone 17 Pro Max-ის ან შეიძლება Pro-თიც შეძლოთ ისეთი ვიდეო მასალის გადაღება, რასაც კამერითაც შეძლებდით. ხო და აი ხო ცოტა ხანში გადაედება Reels-ი, რომელიც არის ამ ტელეფონით გადაღებული. და თან შეგვიფასეთ, აბა როგორი გამოვიდა და შეაფასეთ ტელეფონი როგორ იღებს. აი, დავუბრუნდეთ დამუხტვას.
მალე დატენვას. მივხვდება, ხო? ჯერ ერთი ის რომ ძალიან მალე იტანება და ზემოდან დამატებული 39 საათი ძლებს. ანუ 10 საათით გაუმჯობესებულია iPhone 16-ისგან განსხვავებით. 16-ის შემთხვევაში იყო მაქსიმუმ 1 ტერაბაიტი, 17-ის შემთხვევაში არის 2 ტერაბაიტი. და რადგან მთლიანად ტელეფონი არის ალუმინი, უფრო დაცულია ნაკაწრებისგანაც და გატეხვისგანაც. ეს არის 16 Pro. 16 Pro-ს კამერის ნაწილი აქვს შუშა. მიხვდი? და უკვე 17-ს კამერის ნაწილიც კი ალუმინის აქვს, ყველაფერი ალუმინის არის. უფრო გამძლეები. უფრო დაცული არის. ყველა პარამეტრით ახალი iPhone 17 Pro Max-ი არის გაცილებით უფრო მაგარი, ვიდრე წინა ნებისმიერი სერია. ყველაფერს მე გეუბნებით პარამეტრებს და აი ვიზუალურად უკვე შეგიძლიათ თავად გასაჯოთ. მე პირადად ნარინჯისფერის მომწონს, თუმცა მგონია რომ ვერცხლისფერს ვიყიდი. რაც კი ოდესმე Apple-ს გამოუშვია iPhone-ები, ჩემი საყვარელი ფერი ეს გახდა. მოიწერეთ თქვენი ყველაზე საყვარელი ახალი ფუნქცია რა არის iPhone 17 Pro Max-ში. ხო, სწორედ თქვი. ნუ iPhone 17-ში ზოგადად. iPhone 17 თქვენი ყველაზე საყვარელი ახალი ფიჩერი რა არის და მოკლედ ვათამაშებთ რა. ამ ტელეფონს ვათამაშებთ, სადაც დაგვხვდებათ ჩვენი ჩვენი ხოდა კონტენტი. ზუმერმა ძალიან მაგარი რაღაც გააკეთა თქვენთვის, ჩვენთან ერთად. გამოიწერეთ ახლა ზუმერის რო გავაგრძელოთ და ჩვენ ზუმერი ნინუცას ჩენელი, ჩვენი არხებით გამოიწერეთ ესე პირად დიდი ამბავი. ამ ვიდეოს ქვეშ წერთ ნებისმიერ კომენტარს, რა კომენტარიც გინდა, ყველა მისაღებია, ოღონდ არ გვაგინოთ თუ დაიბლოკებით. მეორე ამბავი, რასაც აკეთებთ, გამოიწერთ ზუმერის და ნინუსას ჩენელის YouTube არხს და დაელოდებით ლაივში გავდივართ ჩვენს YouTube არხზე, ნინუსას ჩენელ YouTube არხზე გავდივართ ლაივში და რენდომაიზერით ავარჩევთ გამარჯვებულს. 10 კომენტარის დაწერას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ რენდომაიზერი ნახულობს გამეორებით კომენტარებს და მხოლოდ ერთს აიღებს. გაუზიარეთ თქვენს მეგობრებს, არ ვიცი, ვისაც გინდათ, მიიღეთ მონაწილეობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მოიგებს ისეთი ადამიანი, რომელსაც სჭირდება ეს ტელეფონი და საქმისთვის გამოიყენებს, დაიწყებს თავის vlogs, blogs, TikToks, Instagrams. არ ვიცი. ნებისმიერ საქმეს. მთავრესი პირობაა, რომ ჩვენი და ზუმერის YouTube არხები გამოწერილი გქონდეთ. სხვა შემთხვევაში როგორც ყველა გათამაშებაზე ვამბობ ხოლმე, მე პირადად ვამოწმებ ამ ყველაფერს. ფოტოშოპს მარიშკას ნამდვილად გამოწერილი გაქვთ თუ არა ჩვენი YouTube არხი. ხო და ასე რომ გამოიწერეთ სასწრაფოდ თუ გინდათ რომ iPhone 17-ის მოგების შანსი გქონდეთ. და მაინტერესებს თქვენთვის რა არის ამ ახალ iPhone-ში უფრო მაგარი.